რუსეთის სპეცსამსახურები ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ მუქარის შემცველ ვიდეო მიმართვას სწავლობენ. ვიდეო ჩანაწერში ისლამისტები უახლოეს მომავალში რუსეთში ახალი ტერაქტების მოწყობის შესახებ საუბრობენ და კრემლის აღებით ემუქრებიან. პარალელურად, როგორც 2030-ისთვის გახდა ცნობილი, გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. საქმე ყოფილი იმამის მურმან პაიჭაძის მიმართვას უკავშირდება. ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხის თემაზე კი ქეთი ჩოხელი მუშაობდა. ისლამური სახელმწიფო რუსეთის ხელისუფლებას სისხლის ზღვას პირდება. როგორც გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ენათქვამი, რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან მალე ახალი ტერაქტები განხორციელდება. ისლამისტები კრემლის აღებითა და კავკასიის დაბრუნებით იმუქრებიან. მიმართვა რუსულ ენაზეა და მასთან ინგლისური სუბტიტრები ახლავს. გავრცელებული ვიდეოთი რუსული სპეცსამსახურები უკვე დაინტერესდნენ. სანამ სპეციალისტები ვიდეო ჩანაწერს სწავლობენ, რუსეთის ხელისუფლება ყველაზე ძლიერი ტერორისტული დაჯგუფების შემოსავლის წყაროებით ინტერესდება. მომავალ კვირას თურქეთში დიდი ოცეულის ლიდერების სამიტი გაიმართება. არ გამოურიცხავ, რომ ამ ფორმატში სერიოზულად განიხილონ ტერორიზმის, უპირველეს ყოვლისა კი ისლამური სახელმწიფოს დაფინანსების თემა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინიციატივით უკვე ჩატარდა დაჯგუფების დაფინანსების წყაროების კვლევა. ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხის თემა აქტუალურია საქართველოშიც. უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 9 ნოემბერს ვებგვერდ islamgeorgia.com-ზე გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით. თუმცა გამოძიების დასრულებამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. წერილში ყოფილი იმამი მურმან პაიჭაძე ისლამური ხალიფატის სახელით საუბრობს. ეს პროცესი შეუქცევადია და ალაჰის ნებით მოვალ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ პატრონის უზენაესი ალაჰის კანონები. ყოფილი იმამის წერილობით მუქარას ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სერიოზულ საშიშროებად არ მიიჩნევს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი უსაფრთხოების საკითხებში ლაშა ძებისაშვილი. მე ნაკლებად ვხედავ ჩვენ საქართველოს მიმართებაში რაიმე ასე ვთქვათ საარსებო საფრთხეს, რადგანაც პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე არ არსებობს. ჩვენამდე რომ მოვიდნენ, უნდა გამოიარონ ასე ვთქვათ სომხეთი, თურქეთი, მაგრამ არსებობს საფრთხე, რასაკვირველია ამ იდეოლოგიის გავრცელებისა საქართველოს მუსლიმ მოსახლეობაში. ამის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საწინააღმდეგო მექანიზმი არის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯიჰადი 14 ოქტომბერს გამოუცხადა. გავრცელებული ბოლო ინფორმაციით დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ჯიჰადისტი ჯონის სახელით ცნობილი ბრიტანელი მუჰამედ ემვაზი, სავარაუდოდ სირიაში ამერიკული ავიაციის იერიშს ემსხვერპლა.